საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და დახურა ეროსის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება. ესა ინგა გრიგოლიას დღის ამბები ორზე მოგესალმებით. რამდენიმე წუთში პოლიტიკური შეფასებების სტუდიაში არჩევნებამდე 4 თვით ადრე გახსნილ გახმაურებულ და ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დავიჯეროთ თუ არ დავიჯეროთ გამოძიების პასუხი. ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიმყვანი პირები არ გამოკვეთილან და მიზეზი 312,000 ამერიკული დოლარი და 120,000 ლარი დასახელდა, რომელიც კიწმარიშვილის ოჯახს ვალი ჰქონდა. ამ ვალების გამო იპოთეკით იყო დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ ვალების დასაფარად. ამ წუთებში სწორედ ეროსი კიწმარიშვილის გამოძიებაზე საგანგებო განცხადებას აკეთებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი განცხადებით ხსნით დღევანდელ ეთერს. მე მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მე არ მჯერა გამოძიების ვერსიის. არ მჯერა გამოძიების ვერსიის იმის გამო, რომ პროკურატურამ არაერთხელ აჩვენა, რომ პროკურატურა არ არის კვალიფიციური. პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებია სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც და დაედო მყარი და უტყუარი საბუთები ადამიანების დანაშაულის ან უდანაშაულობის დამამტკიცებელი. პროკურატურის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ეხლა დაიწყო გამოძიება საქმისა, რომლის გამოძიებასაც საზოგადოება პირველივე განცხადების შემდეგ ითხოვდა. და ყველა ეს თემა და ყველა ეს საკითხი და პროკურატურის უკვე ესე ვთქვათ საყოველთაო ცნობილი არაპროფესიონალიზმი ნამდვილად იძლევა ძალიან სერიოზული კითხვის დასმის შესაძლებლობას. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩემთვის არის ის, რომ მე საკმაოდ კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილს და თვლი, რომ იმ ტიპის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თავს არ იკლავენ 300,000 ან 400,000 ამერიკული დოლარის ვალის გამო, იმიტომ რომ მას ჯერ ერთი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰქონდა შესაძლებლობა თუნდაც გარკვეული სირთულეების გადალახვის შედეგად გადაეხადა ეს ვალი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე ვიცი ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ როგორი ძალიან სერიოზული გეგმები ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს. ის იყო მოლოდინებით, იმედებით სავსე, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა და პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა, რამდენადაც მე ვიცი გაწერილი, როგორ უნდა განეხორციელებინა ეს გეგმები, ადამიანები, რომლებიც მომავალზე ასეთ იმედს ამყარებენ და რომელთაც ასეთი ნათელი გეგმები აქვთ, მით უმეტეს იმ ტიპის, იმ ტიპაჟის, აი ხასიათის იმ ესე ვთქვათ ტიპის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თვითმკვლელობით სიცოცხლეს არ ამთავრებენ. ასე რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა მე ბუნებრივია ვერ ვილაპარაკებ ვერანაირ სხვა ვერსიაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალიზმის გამო ეს გამოძიება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ტოვებს. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ გვაქვს საშუალება ეხა ნინო ბურჯანაძეს დაუსვათ ორიოდე კითხვა. ქალბატონ ნინო, თუ გესმით ჩვენი? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ქალბატონ ნინო, ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე შემიძლია თუ არა დაგისვათ ასეთი კითხვა. ანუ რას ამბობთ, ეროსიმ თავი არ მოიკლა, ესე იგი გამოდის, რომ იგი მოკლეს და გამოძიება გაყალბდა. პირდაპირ მინდა რომ გკითხოთ ეს. არა, მე ასეთ რამეს ნამდვილად ვერ ვიტყვი ინგა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და მე ასეთი ბრალდების საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. მე რომ მქონდეს ასეთი საფუძველი, ბუნებრივია ამას ვიტყოდი, მაგრამ მე არ მაქვს არც ერთი საბუთი, არც ერთი მტკიცებულება და არც ერთი ვთქვათ ისეთი ინფორმაციაც კი, რომელიც მომცემდა იმის შესაძლებლობას, რომ ვილაპარაკო დაუშვათ განზრახ მკვლელობაზე და პროკურატურის მხრიდან განზრახ ესე ვთქვათ გაყალბებაზე. კიდევ ვიმეორებ, მე რომ რაიმე ესეთი მქონდეს, ბუნებრივია ამას აუცილებლად ხმამაღლა ვიტყოდი, მაგრამ მე მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც თქვი და მე ვთვლი, რომ პროკურატურა
თავისი არასაკმარისი კომპეტენტურობის გამო ადვილად შესაძლებელია რომ არასწორ გზაზე წასულიყო გამოძიების. ეხლა წინასწარ განზრახვას გამოძიების გაყალბებისა ბუნებრივია მე ნამდვილად ვერ დავასახელებ ამის მიზეზად. ანუ თქვენ კვლავ გაქვთ ეს კითხვები მიუხედავად პროკურატურის განცხადებისა რომ საქმე უკვე დაიხურა და მე ერთი რამ მინდა კითხოთ შეიძლება თუ არა დაუშვათ ამ შემთხვევაში ეს იყოს ნაჩქარევი დასკვნა პროკურატურის გამოძიების მხრიდან იმიტომ რომ წინ არის არჩევნები იმიტომ რომ პროკურატურას მხრებზე აწევს ბევრი გამოუძიებელი საქმე მათ შორის ერთ-ერთი იყო ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე მთავარი თემა ეს იყო თქვენი ყოფილი მეგობრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემა რომელზეც პროკურატურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა რომ სრულიად განსხვავებული ვერსია დაიდებოდა აქამდე ჩვენთვის ცნობილი ვერსიისგან თქვენ რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ ანუ ეს უკავშირდება იგივე ეროსის საქმის გამოცხადება უკვე დახურულად არჩევნებს და რა შეგიძლიათ თქვათ იგივე ჟვანიას დაანონსებულ სხვა ვერსიაზე ელოდებით თუ არა რომ გამოძიება დადებს და თქვენ თუ გაქვთ კითხვები იგივე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ინგა კითხვები ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც ეს საქმე ჟვანიას გარდაცვალების საქმეც არაერთის დაიხურა და მე ხელახლა გაიხსნა. მე თავის დროზე ვთქვი იმის თაობაზეც, რომ პროკურატურა პერიოდულობით აცხადებდა იმას, რომ გამოძიება ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დასრულებულია, რომ ეხლა საზოგადოება გაიგებს ახალ ამბებს და მერე ისევ ყველაფერი ისევ რჩებოდა, ეს რა თქმა უნდა ასევე აყენებს ჩრდილს პროკურატურას და ასევე სვამს ძალიან სერიოზულ კითხვას მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. სწორედ ესეც არის ერთ-ერთი ის არგუმენტი, რომელიც მე კითხვის ნიშნებს მიჩენს. საერთოდ სამწუხაროდ საქართველოში ყველა ხელისუფლების პერიოდში, ეს არ არის მარტო ქართული ოცნების პერიოდი, ყველა ხელისუფლების პერიოდში ხდება ხოლმე ესეთი რამ, რომ არჩევნების წინ იწყება ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, ინიცირება ახალი საქმეების, ახალი გამოძიების, ძველი საქმეებისა, დაპირებები, რომ ეს გამოძიებები იქნება ჩატარებული, მაგრამ სამწუხაროდ საბოლოოდ ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის. ესე რომ ერთი რამეა პლუსი იმაში, რომ გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა პროკურატურამ, ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია, რომ განასაჯაროოს გამოძიების საქმეები, თუ არ შეცვალეს კანონი, ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ეს ასე იყო, როდესაც საქმე იხურებოდა, უკვე შეიძლებოდა ამ საქმეების გაცნობა, ასე რომ თუ ვინმეს დამატებითი კითხვები და არგუმენტები გაუჩნდება, შესაძლებელია, რომ თქვათ საქმე ნახონ და საქმის მიხედვით იმშელონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ინგა ხა თქვენ ძალიან კარგად იცნობდით ეროსის, იცოდით ის რა მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც პროკურატურამ დაკითხა ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მე თავადვე მაქვს მიცემული ამ თემაზე ჩვენება, იმიტომ რომ მე მქონდა მასთან ურთიერთობა. ბოლო პერიოდში მის გარდაცვალებამდე ქალბატონ ნინო ერთი კითხვაც და დაგემშვიდობებით და შემდეგ უკვე სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლო. მე ერთ კონტექსტში განვიხილავ ამ თემებს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ბუნდოვანი და ყველაზე ხმაურიანი ამბები, რაც იგივე ეროსის გარდაცვალებას უკავშირდება და თუნდაც შეკითხვა ზურაბ ჟვანიაზე დავსვი მე, იმიტომ რომ პირველივე დღიდან კბილაშვილიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა, მათ შორის გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა, რომელიც ეხლა არის ქართული ოცნების დეპუტატი, ამბობდა რომ სრულიად განსხვავებულ ვერსიას დაგვიდებდნენ. მე მინდა თქვენ კითხოთ. თქვენი აზრით, ალბათ ბევრი გიფიქრიათ ამაზე. ალბათ თქვენ ფლობთ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე ვინმე სხვა, იმიტომ რომ მაშინ თქვენ ყველანი იყავით ერთი გუნდი. ჟვანია მოკლეს, თუ თქვენ იზიარებთ, დასაშვებად მიიჩნევთ იმ ვერსიას, რომ იგი გაიგუდა გაზით. ინგა ნამდვილად ვერ გეტყვით, აქაც გავიმეორებ იგივეს. თქვენ ბრძანეთ, რომ მე სხვაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, არ არის ეს ასე. ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აქვს პროკურატურას და გამოძიებასაც, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველაფერი, რაც ვიცოდე მე ამ თემასთან დაკავშირებით, თქვი არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ გამოძიების წინაშეც, ეჭვები, რა თქმა უნდა, არსებობს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ პირველად, სულ თავდაპირველად, როცა გავიგე ეს საშინელი ამბავი, ნამდვილად, ასე ვთქვათ, არ შემიტანია მაშინ ეჭვი, აი პირველ დღეებში, რომ ეს
შეიძლება მკვლელობა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა ასეთი ეჭვი გამიშთა. დღეს მე ნამდვილად არ მაქვს საფუძველი მტკიცებითი ფორმით ვილაპარაკო, რომ ჟვანიას გარდაცვალება იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა. მე რომ ასეთი მტკიცების საფუძველი მქონდეს, გარწმუნებთ, რომ ამაზე აუცილებლად პროკურატურასთანაც და საზოგადოებასთანაც ხმამაღლა ვიტყოდი და მოვიტანდი იმ არგუმენტს ან იმ მტკიცებით გარემოებას, რომელიც ასეთი მტკიცების საფუძველს მაძლევს, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე იყო აჟიტირებული, გამოცხადებული, რომ ეხლა იქნება გამოძიება, ეხლა სხვა ვერსია იქნება და მე არაფერი არ ხდებოდა, ეს რა თქმა უნდა კითხვებს არათუ არ ამცირებს, ინგა არამედ ესე ვთქვათ, უფრო მეტად აჩენს საზოგადოებაში და ზოგადად რა თქმა უნდა ის რომ ესე ვთქვათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქამდე კიდევ ამდენი კითხვები არის დარჩენილი, ეს რა თქმა უნდა ქვეყნისათვის ძალიან ცუდია. წარმატება მინდა გისურვოთ. მადლობა ქალბატონ ნინო, რომ გაეცით ჩვენ შეკითხვებს პასუხი. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ იგი არ ენდობა პროკურატურას, იგი ამბობს, რომ მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რადგან პროკურატურა არის არაკვალიფიციური და იგი საუბრობს მთავარი პროკურატურის არაპროფესიონალიზმზე. რამდენიმე წუთში უკვე ჩვენ სტუმრებთან უნდა დავსვა შეკითხვა, ვენდოთ თუ არა გამოძიებას, ვენდოთ თუ არა პროკურატურას და დადებულ გამოძიების პასუხს. იქიდან გამომდინარე, თუნდაც რომ ხელისუფლებაში